აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ ზუგდიდის მერ მამუკა წოწორიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების აქტიურად ჩართულობის აუცილებლობას დროებით დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის პროცესში. ლაშა ქარდავა ზუგდიდის მერთან ერთად სამედიცინო ცენტრ დიომედის ზუგდიდის ფილიალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა 2025 წლის გეგმებსა და საერთო პროექტებზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ზუგდიდის მერს და მერიის თითოეულ თანამშრომელს დროებით დევნილი მოსახლეობისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართულობისთვის. დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ზუგდიდია ნამდვილად. მადლობა მინდა გადაუხადო გულთბილი შეხვედრისთვის. განვიხილეთ 2025 წლის გეგმები, რათა ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრათ ჯანდაცვით და სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევები. ძალიან მნიშვნელოვანია დევნილთა მიმართულება, ვინაიდან ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა სიმრავლით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის და მნიშვნელოვანია ის კარგი ურთიერთობა, რომელიც ტრადიციულად არის სამინისტროსთან. მიმოვიხილეთ თანამშრომლობის არსებული ეტაპი და დავიგეგმეთ 2025 წლის თუ ერთობლივად რა ღონისძიებები შეგვიძლია გავატაროთ და პროგრამულად როგორ შევავსოთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით.